დილა მშვიდობისა მეგობრებო, როდესაც ძიმე და რთული დღეები გვიდგას, შინ თუ გარეთ, ემიგრაციაში თუ პიროვნულად, როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა გვახსოვდეს, რომ შინ თუ გარეთ ჩვენ ერთი და უმთავრესი ძალა გვქონდა ჯვარი. გავიხსენოთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, საქართველოში ჯვრის მამა, ჯვრის მონასტერი, მცხეთის ჯვარი. ჯვარი იყო ჩვენი წინამძღვარი. ერთგვარ სამშობლო საძირკვლად იქცა ჩვენთვის. ეთნიკურ მთლიანობაში არსების ღერძად, ქართველებისა და ისტორიის ამოცანად. 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯვარი გვიწყოდა წინ. ქართველს თუ მანტიაზე ჯვარი არ ქონდა გამოსახული, აუცილებლად ის თავის გულში ატარებდა ამ ჯვარს. ამოკვეთილი და ამოტვიფრული იყო ჩვენ სისხლში, გენში, ნერვში და მთლიან სხეულში ქრისტეს ჯვარი. სწორედ ლოცვით და ქრისტეს სიყვარულით, ამ ტანჯული ჯვრით მოვიტანეთ აქამდე ქართველობა. გაიხარეთ, გვეწეოდეს ჯვრის ძალა. ამინ.